18 წლის ასაკში მოვიდა პოპულარობა. კი. ამან ამბიციური გაგხადათ, იმიტომ რომ იმ პერიოდში ვერავინ ვერ გადაურჩება. ხო. ვერავინ. მე ხას უსვა, მე ღმერთმა უცებ მომაყარა ყველაფერი. ეხლა წარმოიდგინე, ეს ხო იყო ნატურის ხე, შეთე. იმავე პერიოდში, როგორც კი მორჩი, რამა შარაბიძე იღებდა ამ კლების დაბრუნებას და ზურა ქაფიანიძე იყო ამ კლები მთავარ როლში და იქ ცოტა ისეთი როლი რო ნახე რომ ნახირში უნდა მეჩხუბა და ახალგაზრდა ხულიგნებს თამაშობდით და მე ზურა გვიჭერდა და რაღაცას გვარიგებდა და რაღაც ეპიზოდური როლი. ეგ მე ლიტვის კინოსტუდიამ დამიძახა მოსფილმი და ლიტვა იღებდა ვარეიკის იმათი რევოლუციონერის ცხოვრებას და მე რა თქმა უნდა ანტირევოლუციონერს თამაშობდი. ბაგრატიონი იყო ვიღაც რომელიც ველური ბატალიონს ხელმძღვანელობდა და ეს ბაგრატიონი რო არ გაჟღერებულიყო ჩუდაშვილი და არქვეს და ამ ჩუდაშვილს ან 4 ფილმი გამოვიდა იმ პერიოდში ერთდროულად და საკმარისზე მეტი იყო რომ ნუ ნატურის ხე გვირგვინი რა თქმა უნდა და მიმინო ვალიკო რა იყო და ერთი ცხარი რა იქნა შენი თავი მიათვალე ხო და რა შენი ენათი რა ჩემი ენათა ყოფილა თუმცა ეს ეპიზოდური როლი მე მგონი ბევრ თავარ როლზე მეტად გიყვართ მიმინოში შესრულებულ როლს მიმინო იმიტომ მიყვარს რომ მე მოსკოვში 8 ცხარით დავდიოდი და სცენარში ქონდა რეზო გაბრიაძეს რომ მიუნხენში მიყვებოდა ბუბას დასდებდა საცემრად ეს იმიტომ რომ ბუბას ვინც მოსწონდა გოგო ის ამის დანიშნული იყო მთაში და ვინიზნაიძე ვალიკო კატორი მიმინო რაღაცა არბაძე ვკითხულობდი 8 ცხარით წარმოიდგინე და იქაც შემადგენლობა ლეონოვი იქ მირონოვი მოვიდა ერთხელ სუფრაზე ნუ რა ვიცი ვინ არისო ხო იმ ფილმში ხო და ნუ უცები თავის ხვევა ემართება რაში გამოიხატებოდა ეს ვარსკვლავური დაავადება თქვენ თქვით რომ ქონდაო ეს იმ პერიოდში ყველას აქვს ნაკლებად ყველას ნუ რა და გაიღვიძე ერთ დღეს და ტროლეიბუსში გიცნობენ იმაში გიცნობენ იმაში მე ამას ცოტა ხო იცი თუ ცოტა რომანტიკოსი ხარ ფარული ბოჰემა მოხყვება კინოსტუდიაში ბოჰემას რა დალევდა ხო და ჩვენც ქეიფი და ჩხარიტაში და რაღაცეები და ამას კიდე მეორე რადიკალურობამდე მიყეხარ ზომა წონას კარგა იმ სიტუაციებში გონია მე ვარ და ჩემი ნაბადი და ეს პოპულარობა მუდმივი იქნება და წარმატება ხო იყო ეგეც ამას არ უნდა დანებდე გონება იმიტომ არსებობს რომ კბილების აღეჭათ არ არის მარტო დასაჭერად არის ენა მოიქციოს შობლები რამე სხვა გეუბნოდეთ იგივე შენიშნავს რომ ეს დროებითია ხوار გაცნობდე სიტუაციას და არა ამ ამბიციას მე თეატრშიც ამავე დროს რობერტ სტრუა მიმიღო დასში დავიწყე თამაში აბა წარმოიდგინე კახი კავსაძის დუბლიორი ვიყავი ხო მე როცა კახი გადაბატონი კახი გადაღებებზე იყო და ახლა წარმოიდგინე სიმონ ჩაჩავა ესე თუ ისე იზაგი გოშვილის დამსახურებაა მე რომ სიმონ ჩაჩავა ვითამაშე იმიტომ რომ გასტროლებზე ვიყავით და მაშინ მითხრა რომ რობიკოს თქრო ზაზავცადოთ რა ხო და ერთ დღეში შევედი კავკასიურში და კახის ტუფლები რომ მომიტანეს კახის ქონდა 39 ტუფლი და მე 53 და არ მეტეოდა როგორო კაცო ახლა კახი ამხელაა და უთხარი ფეხი მაქვს მე დიდი კაც მოკლედ იყო რა მაგრამ თეატრიდან წამოხვედით წამოვედი კონფლიქტით მოხდა ეს არა ვითარი მე თვლი რომ ორ ბატონს ვერ ვემსახურებოდი იმდენად შემეში და ხო კინოს და თეატრს და წავედი თითქოს კინოში გამარჯობა დოგმებო გამარჯობა ელო გაგიმარჯო ჟორჟიკ ჟორჟიკ ზუზუმ ბოდან დავდივარ კაცო გაიგე ეხლა სუდა გაკრე